თბილისის სპორტის სასახლიდან, სადაც უმალე დაიწყება საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წლის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა, მაგრამ მანამდე მინდა ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გაგაცნოთ. თქვენს ეკრანებზე არიან საქართველოს 14 წლოვანთა ნაკრების კალათბურთელები, რომლებმაც დონეცკში გაიმარჯვეს ალექსანდრე შვერჩენკოს მემორიალურ ტურნირში, სადაც უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის 5 გუნდი დაამარცხეს და მოდი მე ჩამოგიცვით ამ ბიჭების სახელსა და გვარებს. თავარი მწვრთნელი გახლავთ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე, მოთამაშეებს არ შეეხება ბერდია ქავთარაძე, ალექსანდრე კაკუბევი, გიორგი მამალაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ნიკა მეცხვარიშვილი, ალექსანდრე მამუკელაშვილი, კოკა ფიფია, ზაური ჯანელიძე, გოგა ბითაძე, ნიკა ყირიმელი და ნიკა აბულაძე. ხა თქვენს ეკრანებზე ხედავთ, რომ დინამოსა და შესაძლოა კალათბურთელები საერთოდ სურათს იღებენ საქართველოს 14 წლამდელთა ნაკრებთან. იმ ტურნირზე კიდევ 2 წუთით გეტყვით, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ნიკოლოზ ყირიმელი, საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად გოგა ბითაძე, ხოლო ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ სანდრო მამუკელაშვილი. მიულოცოთ საქართველოს 14 წლამდელთა ნაკრებს ეს გამარჯვება და მომავალში კიდე წარმატება უსურვოთ ნამდვილად გვასახელეს ამ ბიჭებმა ქვეყნის გარეთ ჩვენ. ახლა დავიწყოთ ალბათ რეპორტაჟზე საუბარი. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ რეპორტაჟს ევროპაბეთი წარმოგიდგენთ, გენერალური სპონსორი გახლავთ ახალი Kia Cerato, ხოლო მას ჯანმრთელ ხუხაშვილი და ირაკლი აბასიძე გაუძღვებენ. ბატონ ჯავი, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, მე მგონი ეხლა რაც მივიღეთ ჩვენ და მივაწევთ მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გათამამებული ვარ სხვადასხვა საკონკურენტი ნაკრები გუნდების წარმატებებით, მე გასული წლებების მეთოდობაში აი ასეთი წარმატება მე მგონი მართლაც მოულოდნელი და ერთობ გამორჩეული. 14 წლამდე ასაკის კალათბურთელთა ნაკრებმა დაამარცხა სტუმრად რუსეთის, ბელორუსის, მოკლედ ყველა მეტოქე და თან თითქმის ყველა საკალათბურთო ნიუანსში წარმატებას მიაღწიეს ქართველებმა. საუკეთესო ტექნიკური, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მოთამაშე. ნუ მოკლედ არაფერი არ დარჩა, ყველა თასი ჩამოიტანეს ოჯახ. ბავშვები, მათი მწვრთნელები, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ზურაბ ტომარაძე, ეს მათთვის არ ახალია. ეს მათ პირველად არ მოუპოვებიათ ასეთი წარმატება სხვადასხვა შეჯიბრებებში. მოკლედ ძალიან კარგი დასაწყისია იმ მატჩისა, რომელიც ფედერაციამ ტურის ცენტრალურ შეხვედრას დაასახელა. ჩვენ წინასწარ წარუდგინოთ სრული შემადგენლობა ორივე გუნდისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკლუბო გუნდი ხდება დინამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობა მიხეილ ჯიდაშვილი, შემდეგ თეონტავონი, რევაზ როგავა, მერაბ ბოკოლიშვილი, ილია ლონდარიძე, ჩად პრევიტი, დავით იმნაძე, აკაკი ლომოური, ბექა ბექაური, არჩიბეკი და ბენჯამენ რეიმონდი. ბატონ ჯამეთ, ერთი ჩასწორება, დღეს მერაბ ბოკოლიშვილი არ იქნება შოს აკადემიის შემადგენლობაში, რადგან მას არის განაცხადი. კი, არის ნამდვილად და უპირკ შემეშალა წინა თამაში არ იყო და ზვია დანთაძე არ იქნება დღეს და გიორგი ჩაჩხიანი იქნება მის მაგივრად განაცხადში. ზვია დანთაძემ ფეხი დაიზიანა თამაშის წინ და აი გიორგი ჩაჩხიანია მის მაგივრად განაცხადში. ზვია დანთაძე სადარგოთა არა მაყურებელთა რიგშია. ირაკლი აქ მე მაქვს განაცხადი და სწორედ განაცხადიდან ამოვიკითხე ეს გვარები. რაც შეეხება დინამოს, ლამარ კარიმი, იოსებ ლეჟავა, ბექა ჩიკვილაძე, ზეზვა ლილუაშვილი, ალექსანდრე ჩოჩია, კობა კობაიძე, ირაკლი კეიდია, გიორგი გორმოცაძე, შოთა გელაზონია, კენ კარტერი, მილან ოულიჩი და ფინ კლეიმანი. ნუ მისი სახელი ახლა ზუსტად როგორ არის? კლეიმანს ხან ერთ სახელს ერთით შეძახებენ, ხან მეორით. ყოველ შემთხვევაში ფლინი არის, მე მგონი ყველაზე სწორია და კლაიმენია, მე მგონი, მაინც საინტერესო ყველაზე ის არის, რომ განაცხადებში ყოველთვის წერია კლაიმენი, მაგრამ აი უკან ზურგზე კლაინენი აწერია და ეს ყოველთვის იწვევს რაღაც საუბრის თემა, მაგრამ მოდი მაინც განაცხადში როგორ წერია, ისე ვთქვა და ფილ კლაიმენი დაუძახოთ ამ კალათბურთელს. მე მგონი ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს საქართველოში, ახლა თავის სამშობლოში შეიძლება უფრო კარგად იციან. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავარი მცველი გიორგოს კეცელიდისი წარვადგინოთ, რომელმაც მართლაც დაიმსახურა დიდი ყურადღება წლევანდელ ჩემპიონატში
გიორგი ნიკოლაძე მისი ასისტენტი და არჩილ ჟღენტი. დავით არეშიძე ასევე ასისტენტი. დავით არეშიძე, რომელიც კარგ ხნის განმავლობაში საჯი იყო სხვადასხვა საკალათბურთო შეჯიბრებების უნივერსალური პიროვნება. ძალიან დიდ პატივს ვცემ მე ამ საერთოდ საგვარეულოს და მის ოჯახს. ბატონ ჯამალ, დაიწყო შეხვედრა, პირველი გდება მართალია არჩიბეკმა მოიგო, მაგრამ დინამოს კალათბურთელებმა მოიპოვეს ბურთი და ხუთეულებს ვიტყვი უცბად კარიმი, კეიდია, კლაიმენი, ოლუიჩი და ორმოცაძე ეს გახლავთ დინამოს ხუთეული, ხოლო რაც შეეხება შილს აკადემიის ხუთეულს, დეონტავონი, მერაბ ბოქოლიშვილი, ჩად პრუეტი, ბენჟამინ რეიმონდი და კირკ არჩიბეკი, მაჩივ საჯები, დავით ბერეკაშვილი, მაკა კუპატაძე და ზაზა მაჩალაძე. ამასობაში პირველი ორი ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა ჩააგდო და ბატონი როლანდ ხომერიკი გახლავთ მატჩის კომისარი. წვრთნელებზე არაფერი გვითქვამს, ირაკლი ხოშტარია, მამუგა ტურაშვილი და ამბროსი ორმოცაძე. აღსანიშნავია, რომ ეს სამივე მწვრთნელი მეგობარი. ერთმანეთის უახლოესი მეგობარი, ერთად გამოიარეს ქართული კალათბურთის ყველა საფეხური და ჰქონდა ასეთი ტრიო, რომ ხელმძღვანელობს თბილისის დინამოს. მოკლედ, მატჩი ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, კლუბი სატურნირო ცხრილში უფრო წინაა ვიდრე დინამო, თითქოს მისი აქციები უფრო ძვირია ამ ბოლო ხანს. დინამომ ისეთი თამაში ჩაატარა, ორი თამაში, რომ მართლაც დღეს მისგან მოელიან მოულოდნელობას და სენსაციას. თუმცა არ ამგონია კეცელიდისის გუნდი ამას დასჯერდეს. მოკლედ 4-0 ჟესეს დაწინაურდა ორი ორქულიანი სპორტსნით, ორი ელემენტარული შეცდომის გამოყენებით. კეიდია ვეტერანი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ჩართვები აქვს, რომ დაგავიწყებს მის საფასპორტო მონაცემებს. ბატონ ჯამლეთ, ის ფაქტი აღნიშნოთ, რომ დინამომ პირველ წრეში მოუგო შსს აკადემიას, ორი მარცხი შსს აკადემიას და ერთ-ერთი მარცხი მას დინამომაც ძალიან საინტერესო მატჩი იყო, მე მიყავდა და სამქულიანი პერიმეტრიდან დაბომბეს სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. კლაიმენი ცენტრიდან უგდებდა ლამის სამქულიანებს, კარიმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საერთოდ კეცელიდისმაც აღიარა, რომ მწვრთნელმა ჩააგდო შეხვედრა ელემენტარულად, იმიტომ რაღაც ესეთი თავის დროზე უჩვენებები ვერ აიღო და ასე შემდეგ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დინამომ ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა იმ შეხვედრაში, აი ბრწყინვალე შესვლა გიორგი ორმოცაძის და მაგდროს პირველ წრეში ასე თუ ისე დინამომ მოუგო შილს აკადემიას. ნახოთ დღეს რა იქნება. დღეს შილს აკადემია არის ერთპიროვნული ლიდერი უკვე ჩვენი ჩემპიონატის, იბრძვის იმისთვის, რომ რეგულარული დაამთავროს პირველ ადგილზე და ნახოთ რამდენად გამოუვა ეს თამაში თუ მოიგო შილს აკადემიამ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ალბათ პირველ ადგილზე დასრულებისკენ და ძალიან რეალური გახდება უკვე ეს და თითქმის განაღწებული ალბათ. 6-2 უკვე ანგარიში ბენჯამინ რეიმონდმა მოძრაობაში ჩააგდო ძალიან ლამაზი ბურთით და საერთოდ ეს კალათბურთელი ამ ბოლო დროს ძალიან მაგრად გამოიყურება. ძალიან კარგ მატჩებს ატარებს. წინა ტურშიც 19 ქულა ქონდა, იმის წინ 25 ქულა, ამიტომ რეიმონდი გამოსწორდა, თავიდან რომ ჩამოვიდა ზედმეტი წონა ქონდა, მაგრამ დაიკლო წონაში რეიმონდმა და თამაშიც გამოასწორა. აქ კი არჩიბეკი შედიოდა და დაჯარიმდნენ მასზე. ნახოთ ვინ დაჯარიმდა. მილან ოლუიჩი დაჯარიმდა პირველი პერსონალური მისვლა. ირაკლი, შენ თქვი რომ წვრთნელმა თავზე აიღო კეცელიდისმა და დაიბრალა ის საგება დინამოსთან. საქმე იმაშია, რომ მე ამას ამ გამოთქმას არ ვეთანხმებ. როდესაც მეტოქის გუნდის ყველა კალათბურთელს წაუვიდა სამქულიანით ყორცნებიდან, ყველა მანძილებიდან ერთი ბურთი დრიდან ჩააგდეს. კი, ნამდვილად ძალიან შორიდან. წვრთნელი ვერაფერს ვერ იზამს. მართალია ახლა მოგძალებული მწველია და თავზე აიღო, მაგრამ კიდევ ამბობ. მე არ ვეთანხმები, როცა ორი თანაბარი იმ დროისათვის თანაბარი და თოლფასი ძალის კალათბურთელები დაკომპლექტებული გუნდები ხდებიან ერთმანეთს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იღბალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, წაუვათ თუ არა სამქულიანები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ჩავარდა ეს ბურთი. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მაღალი რანგის მატჩები, როდესაც სამქულიანი ყორცნების დიდ ოსტატებს არ წაუვათ ერთი ტაიმი. შეიძლება არ გქონდეთ 20%-იც კი ჩაგდების და მეორე ტაიმში უცებ 70%-იან მაჩვენებელ შემოგთავაზებენ. არის ასეთი თამაშები და აქ წვრთნელი ვერაფერს იზამს. ჩვენ ისეთ თამაშებიც გვაქვს ნანახი, როცა ძალიან დაბალი რანგის წვრთნელის შედარებით მეტოქესთან გუნდი
აგებს 20 ქულას და მერე მოუგებს არამწვრთნელი დავის ვიზავის არამედ კალათბურთელები რომლებსაც ყველაფერი წაუვიდა. რა თქმა უნდა შეიძლება შეცვალოს ტაქტიკა, მაგრამ როცა კალათბურთელი ჯარიმას ვერ ჩააგდებს, ორქულიანიდან შესვლისას სამწამიანში ვერ გამოიყენებს ამ შეტევას, მაშინ ვერაფერს ვერ იზრდება. 6-6. კი, ანგარიში გათანაბრდა უკვე დინამოს კალათბურთელებმა კარგად ითამაშა და ბატონ ჯამ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ბექა ჩიკულა და სათარიგოთა სკამზეა. ჯერჯერობით და არ უთამაშია ჯერჯერობით შეხვედრაში, არა და ერთ-ერთი ლიდერია ბექა ჩიკულაძე თავისი გუნდის. ყოველთვის როგორც კი გამოჩნდა, მას ღმერთმა ლიდერობა დაანათლა. აი ახლა ეს ბურთი საოცარი მოუვარდა. ჩავარდნელი ბურთი გამიგე და ეს არ არის იღბალი, დატრიალდა. ჩავარდნელი ბურთი დატრიალდა და ამოვარდა. ნუ ასეთი რამე ხდება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ ეხლა ბოკოლიშვილი შეიძლება დაწინაურებულიყო 5 ქულით. 2 ქულა არ გაუმართლა ნამდვილად. პირველივე შეტევისას მოიპოვა, მან გახსნა ანგარიში. ძალიან მაღალია ტემპი თამაშის. ასე დროს შეცდომებიც ბევრი იქნება. აი ახლა გაუთამამდა სამქულიანი ხორცნით მეტოქის კალათს დინამოელი და პირველი ჩავარდა. ანალოგიურად დატრიალდა როგორც მერაბ გოკოლიშვილის სროლის შემდეგ, მაგრამ ისი ჩავარდა. აი ახლა მერაბ გოკოლიშვილისთვის ძნელია კიდე ერთი ესროლო შორიდან. არა და გახსოვს არა მერაბის თამაშები ახალგაზრდულ ჩემპიონატში, იგი საუკეთესო ბომბარდირი იყო, მერე იტალიის საკლუბო გუნდშიც გამოდიოდა, მოკლედ გამოცდილება უკვე აქვს. ლეჟავა დატოვეს მარტო და ესეც რო ჩავარდნილი იყო, ნამდვილად უკვე ცოტა უსამართლობა იქნებოდა შესაძლებელი. ლეჟავას სხვადასხვის თავისი პირადი რეკორდი აქვს სამქულიანების. ერთ თამაში აქვს შაგდებული 7 სამქულიანი. თუმცა რეკორდებზე თუ ჩამოვარდება საუბარი, ჩაჩანიზე არ დაგვავიძდეს ახალგაზრდულ ჩემპიონატში 15 სამქულიანი აქვს ჩაგდებული. კი, გეთანხმებით და ადრე იყო კიდე ჩიკოვანი, ეს 90-იანი წლების შუა პერიოდი, როდესაც 21 სამქულიანი ჩააგდო. 21 სამქულიანი. სამქულიანებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ამ სეზონში რუსთავს აქვს რეკორდული მაჩვენებელი სამქულიანების ერთ მატჩში თესეულს ჩაუგდო, მე მგონი სახში რუსთამო 23 სამქულიანი თუ არ ვცდები. 8-6 ანგარიში აკადემია არის. წინ ჩადპრუეტის სამქულიანი და ჩააგდო, აი ეს კალათბურთელი ძალიან მაგრად ესვრის სამქულიანს და ამ კალათბურთელის დაცვაში თამაში მინდა აღნიშნო, ნუ სამქულიანი ყველას კარგად ვიცით, რომ იცის ამ კალათბურთელმა სამქულიანის როლა, მაგრამ აი დაცვაში თამაშობს ძალიან კარგად, კომუნიკაცია თანაგუნდელებთან და რაღაც იქ კაცის გაცვლა და ასე შემდეგ დაცვით მოთამაშეს რაც უნდა კონდეს, ყველა ეს კომპონენტი აქვს ჩადპრუეს და ძალიან ჭკვიანი და კარგი კალათბურთელია. ამასობაში აი ზუსტად პრივეტმა ითამაშა დაცვაში ძალიან კარგად და კარტერს აართვა. ისეთი გუნდური თამაში იყო დაცვაში, 2 კალათბურთელი ისე დაუდგა. ძალიან ძნელი იყო ჯარიმის გარეშე კიდე ერთხელ. აი ბატონ ჯერ ამაზე საუბრობდი ზუსტად მე პრივეტის 2 სამქულიანი ზედიზედ და მე მგონი დროა მე მგონი აი მაუნტი როა იყო სირაგლი ხოშტარიამ ჩემზე უკეთეს ეს მან მართალია, მაგრამ ეს შეტევას თუ ვერ გამოიყენეს, ძალიან რთული იქნება შემდეგ. ეხლა მინდა სწორედ ჩართვა ირაკლი. ეხლა რაკნას ხოშტარიამ, როცა საიდანაც ესროლეს ეხლა სამქულიანები, ყველა ჩავარდა ზედიზედ 3. აი რა უნდა ქნას ხოშტარიამ, არ ვიცი, მაგრამ ლამარკარი მაქნა ნამდვილად. ლამარკარიმა უნდა ქნას სწორედ. 4 ქულიანი შეტევა. ხოშტარია ამას აკეთებდა, როცა თვითონ იყო მოედანზე. სხვადასხვა ხოშტარიას ჩვენ ვეძახდით გლის მუხლების პატრონს. კალათბურთელი რომელიც შედარებით ანმორჩეული იყო სხვებთან შედარებით, ბურთს ტენი და 12 წლის ასაკში 2 ხელით, 1 ხელით, მოკლედ საოცარი პიროვნება იყო და არის კიდევაც. აი ეს როდესაც პერიმეტრიდან მოთამაშე ესვრის და მასზე ჯარიმდება დაცვითი მოთამაშე, ეს ყოველთვის მისი ბრალია, ყოველთვის ამას აღიარებს, როდესაც ესვრის პერიმეტრიდან კალათბურთელი არ უნდა დაჯარიმდა, მასზე ელემენტარულია. მაგრამ აქ სამწუხაროდ დაჯარიდნენ შესაძფანებთა სამწუხაროდ და აქ ჩვენი საჭი დაუილეთი და არასპორტული კი იყო ნამდვილად სამივე საჭმე ერთდროულად დააფიქსირა არასპორტული ასე იყო ვერავინ ვერ შეედაება 14-10 ანგარიში ირაკლი კეიდიას არასპორტული შენიშვნა რასიზამ ხდება ეს არ არის ახლა წინასწარი სუფთაზე დააქცია ეს სწორედ ტაქტიკური ფული კალათბურთელის კარგი მოძრაობის ბრალია. ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომ ჩად პრევიძებს საუბრობ, რომ ირაკლი კეიდიამ თავი ვერ შეიკავა. ანგარიში გარდა 15 დათი, კიდევ ერთი 16 დათი და თამას გვერდიდან განაახლებენ. ჩვენ როლანდ ხომერიზე ვისაუბრეთ როგორც კომისარზე, ახლა გამოჩნდა
ბიბი, ანუ თენგიზ კიკოძე ის კომისარია და მე მინდა ვთქვა, რომ დიდი ხანია როგორც ბიბი, ასევე როლანდ ხომერიკი ემსახურებიან ქართულ კალათბურთს. ყველაზე დიდი სტაჟი სწორედ მათ გააჩნიათ კიდევ რამდენიმე მათ კოლეგასთან ერთად და როცა ვთქვი, რომ 21 სამქულიანი ჩააგდო, მე მინდა გავიხსენო, რომ თუ არ ვცდები, სწორედ ბიბი კიკოძე იყო, ანუ თენგიზ კიკოძე კომისარი მაშინ იმ თამაშის, როცა ჩიკოვანმა განაცვიფრა უბრალოდ კალათბურთს მოღორულება. ბოკოლიშვილი ახლა აქედან სხვა დროს ბოკოლიშვილი ესროდა კიდევ ერთი ყველაფერს აკეთებს აკადემია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან კარგად ათამაშებენ ბურთბატონჯამლეთ და მარტო ტოვებენ სროლებს ბენჟამინ რეიმონდი, რომელზეც აღვნიშნე, რომ ძალიან გამოსწორდა ეს კალათბურთელი და ძალიან კარგად თამაშობს. საშუალო 14 ქულა აქვს ბენჟამინ რეიმონდ, 7.3 მოხსნა და 2.5 პასი. ეს არის მშვენიერი შედეგი ამ კალათბურთელისთვის, რადგან როდესაც იგი ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, იყო არ მოვერიდები ამ თქვა საშინელ ფორმაში. და ქონდა ძალიან ზედმეტი წონა, მაგრამ მან გამოასწორა თამაში და შედეგით სახეზეა. ამასობაში აკადემიამ კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი შემოგთავაზა ამჯერად დაცვაში და 19-10 ანგარიში 1 წუთი და 57 წამი მატჩის პირველი მეოთხედის დასრულებამდე აკადემია ფლობს მატჩში უპირატესობას როგორც ანგარიში, ისე კიდევ ერთხელ ჩავერთვები იმისათვის, რომ სროლაზე გავამახვილო ყურადღება. აი, როდესაც სამქულიან სისვრიან და ჩვენ ვამბობთ, რომ აი შეუშალეს ხელი და მაინც ჩააგდო, არ შეუშალეს ხელი, ან დატოვეს მარტო. კი, მარტო შეიძლება დატოვო და მარტო მესროლოს და ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდოს. ამ დროს აზიან ხელზე არაერთი, არამედ ორი კალათბურთელი და ბურთი ვარდება. ისე რომ კალათბურთელზე თვითონ დამოკიდებული. აი კალათბურთელზე რა თქმა უნდა, თავარია რომ ვარჯიშზე აგდებდე, ვარჯიშზე და მის ფორმაზე ალბათ. ხო, მაგრამ შეიძლება ვარჯიშზე ჩააგდო. დაახლოებით 20-დან 20 ჩააგდო, მაგრამ თამაში შეიძლება საერთოდ არ წაგივიდეს. ესეც არის, მაგრამ ეს იშვიათად. შენ უნდა იყო კალათბურთელი, რომელსაც ნდობის მანდატი აქვს მიღებული. ხორცნის მწვრთნელი იმას აძლევს ამ ნდობის მანდატს, ვისაც დამტკიცებული აქვს ვარჯიშზე, რომ მას ამის უფლება აქვს. მერე თამაში, ვის როგორ წაუვა, ეს სხვა ამბავია. შეიძლება ისეთმა კალათბურთელმა გამოიჩინოს თავი, ვისაც საერთოდ არ უსწრია ზუსტად სამქულიანები, მაგრამ ეს არის გამონაკლისი. ძირითადში ისინი იმარჯვებენ და ისინი გამოირჩევიან, ვინც ტრადიციულად ძლიერები არიან ამ ნიუანსში. და რა და წლევანდელ ჩემპიონატში ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს სამქულიანების დიდი რაოდენობა თითოეულ მატჩში. ძალიან ხშირად, ისე რომ მიგვაჩვიეს, გაგვანებივრეს. ნამდვილად ძალიან ბევრი სამქულიანი ვარდება წელს და კარგია ეს, კარგი ტენდენცია და იმედია რომ ასე გააგრძელებენ კალათბურთელები. შეს აკადემიამ ვერ შეუტია, ეხლა კარგად ვერ ჩააგდეს ბურთი, ამარ კარი მიიწევს ეხლა დინამოს შეტევას, ერთ-ერთი ბოლო შეტევა იქნება, რადგან ბოლო წუთი წავიდა უკვე მეოთხედის. ლეჟავა ძალიან ლამაზად ითამაშა, ლეჟავამ უნდა ჩააგდოს ბურთი, მაგრამ ამოუვარდა. ჯერჯერობით დღეს არ უმართლებს დინამოს. ძალიან კარგი პასი დეონტავონის ყოჩა, მთელი დაცვა გაჭრა ერთი გადაცემით, ფათქვეშ იყო კირკარჩიბეკი და ძალიან კარგი ორი ქულა მოიპოვა 21-10 ანგარიში და მიხეილ ჩიტაშვილი ემზადება მოედანზე შემოსასვლელად. ლოგიკურად ან მერაბ ბოქოლიშვილმა უნდა დაისვენოს, ან დეონტავონმა. ნახოთ, არა საინტერესო ჩანაფიქრია, ბოლო წამები. და კარტერის ორი ქულა 21-12 და ბოლო წამი, კი, ნამდვილად. ფაქტიურად ვერ შემოდის ჩიტაშვილი. ტყუილა ეთქობა მეორე პერიოდი უნდა დააწყებინოს. ალბათ. დეონტავონი გარბენი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნაბიჯი გააკეთა დეონტავონმა. კარგი იყო, ძალიან ორი ნაბიჯი მომეწონა. კი, კარგი იყო, მაგრამ ზედმეტი. ძალიან ორი ნაბიჯი. ძალიან ორი ნაბიჯი იყო. 21-12 ისე ორიანები. აგერ ხედავ იქ ტაბლოზე. 21-12 2-2-იანი 2.3 აი ნახოთ განმეორებით. ძალიან ორი ნაბიჯიც, მოკლედ ორიანებმა იჭარბა ამ ბოლოს პირველი პერიოდის დასასრულს. აი ახლა კარიმ შაგდებული აქვს სხვადასხვა აქედან. კინაღამ ჩაუგდო კიდე. დასრულდა მატჩის პირველი მეოთხედი, ძალიან საინტერესო მატჩია. 21-12 შეს აკადემია ჯერჯერობით უფრო უკეთესად თამაშობს, უფრო უმართლებს და იგებს და დაბრუნდეთ პირდაპირ. რეკლამა გვექნება და რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ შორი მანძილებიდან ხორცნებზე.
განახდება სულ მალე მატჩის მეორე მეოთხედი შილს აკადემიის სადარიგოთა სკამი თქვენს ეკრანებზე ჯერჯერობით გიორგიოს კეცელიძის ყვაყოფილი უნდა იყოს თავისი გუნდის თამაშით, რადგან ძალიან კარგად გამოიყურება აკადემია სამქულიანებიდან წინვალედისთვის ჩად პრუეტი ბენჟამინ რეიმონდმა ჩააგდო ერთი სამქულიანი და ამან განაპირობა ის რომ შილს აკადემია 21-12 იგებს პირველი მეოთხედის შემდეგ და ძალიან საინტერესო ფაქტია კიდე მინდა გავამახვილო ამაზე ყურადღება დინამოში მხოლოდ და მხოლოდ 3 კალათბურთოს აქვს გულები გაკეთებული 6 ქულა აქვს გაკეთებული კიენ კარტერს 4 ქულა აქვს ლამარ კარიმს და 2 ქულა აქვს ორმოცაძეს რაც ძალიან ცოტაა ზედმეტია ნამდვილად ესეთი წირქულიანი თამაში დინამოსთვის და აი გლადიატორები ამღერდნენ უკვე დინამოს ფანები და იმედი ვიქონიოთ რომ საინტერესო მატჩი ჩვენ დავპირდით საბოლოო ჯამში რომ შორი მანძილებიდან ხორცნაზე გავამახვილებდით ყურადღებას ქარიმს არაერთხელ ჩაუგდია ბურთი ცენტრიდან საკუთარი ნახევრიდან მაგრამ მე მინდა ტელემაყურებლებს შევახსენო მათ იციან ამის შესახებ იყო ეს ბურთი არ ჩაითვალა ამის შესახებ იყო ერთ-ერთ გადაცემაში ნათქვამი გულში რომ 18 წლამდელთა ასაკის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩი მებონია რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის წევრია საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზიდან მებონია ჩაგვიგდო ჩვენ მაგაბის კლუბს სამქულიანი საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზიდან და არა პერიმეტრიდან მე ესეთი ჩაგდებული ბურთი ან მეჩვენეს ამასაკში ცოტა ამასაკში და მებონია საერთოდ მაგარი იყო ამ მატჩი თუმცა თქვათ რომ ამ მატჩი თავი გამოიცინა ძმები რევაზაშვილების ამ ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რაციულად ეს მაიზერ რევაზაშვილზე გესაუბრებით მესამე ძმაზე რომელიც 16 წლისა რომლის სიმაღლე 2.7 სანტიმეტრია და რომელმაც 53 ქულა მოუტანა თავის გოლს მას ეკუთვნის რეკორდიც ამ ჩემპიონატში 91 ქულა და ისიც თქვათ რომ 16 წლამდე ასაკშიც ყავს რეკორდსმენი ვილიისიანი 127 ქულა აქვს გაკეთებული. ძალიან კარგია ამ ხელა შედეგები, მაგრამ ისე სუპერლიგაში ყავს ჩვენ ასევე რეკორდსმენი 75 ქული. 75 ქულა რამდენიმე წლის წინ მარკოიშვილმა შეძინა წელს ყველაზე მეტი ქულა ნათან ბოუის აქვს 54 ქულა გააკეთა ნეიდ ბოუიმ წინვალის შოუდადგა აქ მაგრამ საბოლოო ჯამში წააგო მისმა რუსთავმა იმ თამაში ორ ოვერტაიმში სოხუმთან დათმო შეხვედრა ძალიან მაგარი მატჩი იყო 23-14 ამასობაში კარგი პასი გააკეთა კარიმმა ოლუიჩი და ჯარიმა აქედან ჩანდა უკვე რომ ხელში ჩაარტყა კირკარჩიბეკმა მილან ოლუიჩს და მეორე პერსონალურია ამერიკელი ცენტრისთვის აბა დავითვალოთ ეხლა ირაკლი რამდენი ლეგიონერია მოედანს მე მგონი უმეტესობა მეორე პერსონალური კირკარჩიბეკს 7 ლეგიონერია 4 ლეგიონერი დინამოს შემადგენლობაში და 7 ლეგიონერი 3 შესაძლოა 7 ეს მაქსიმუმია რაც კი შეიძლება ვიხილოთ არა იმიტომ რომ თუ არ ვცდები რუსთავთან დაპირისპირება იყო რუსთავში რამდენია რუსთავში 4 ლეგიონერია უკვე კი და აკადემიაში 4-ია 8 კალათბურთელი იყო მე მგონი მოედანზე თუ არ ვცდები მაგრამ არ გვიკურცას ჩვენ არმიის პატრონებს ასე თქვა როცა არმია ყავს ჩემპიონატში იმიტომ რომ არმიას ხანდახან ხუთეულში მთელი ხუთეული ყავდა ლეგიონერებიც ასე ადრეც ეხლა ლეგიონერების გარეშე ეხლა პირიქით ლეგიონერების 25 გარეშეა და მოდი ისე ვთქვა ბატონ ჯამეთ რომ ლეგიონერების გარეშე არც თუ ისე კარგად გამოიყურება მაგრამ არმიაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და გუშინ არმიამ ბათუმში იმარჯვა როგორც იქნა დინამომ წინა ტურში სწორედ არმია დაამარცხა ფილკლაიმენის სამქულიანით და თან არმიას იქ აკადემიასთანაც ჰქონდა წაგებული, ოლიმპთანაც ჰქონდა წაგებული, ანუ რაც რეაბილიტაცია ჭირდებოდა. უშემოთქმის თვალში და მოახერხა ეს ბათუმში, გაიმარჯვა არმია 20 ქულა. ხოლო მეორე მატჩსაც შეეხება, მეორე შეხვედრაში ქუთაისი დაუხვდა თესეუს და მისდა გასაკვირად თესეუმ 3 მეოთხედი მიყავდა თესეუს თამაში, მაგრამ მეოთხეში 14 ქულა მოუგო ქუთაისმა და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა კიდევაც იმ შეხვედრაში რიჩარდ მათიაშვილს 33 ქულა ჰქონდა ეს კალათბურთელი ყოველთვის გამოირჩევა თავის ასე ვთქვათ შედეგიანობით ქულებით ბურთების მოხსნებით და საერთოდ ლიდერია თავის გუნდშიც და საქართველოს ძალიან კარგი ცენტრია თუმცა ჩვენ თესეუს მისამართით კომპლიმენტები არ უნდა კომპლიმენტი რომ ქუთაისში როცა სამ პერიოდის განმავლობაში ეწინააღმდეგები მით უმეტეს რომ ამას წინათ სამედიცინო უნივერსიტეტისა და თესეუს მატჩი ჩემდა გასაკვირად მოიგო სამედიცინო უნივერსიტეტმა მართალია სამედიცინო უნივერსიტეტში თამაშობენ ძმები რევაზაშვილები და ერთგვარად
მე მათ გულშემატკივრო, მაგრამ ასე გასაკვირია უნდა იყოს თქვენი გაზრდილები არიან. როცა კომენტატორი ვარ, მე თავს ვიგაებ. მე ვარ ორივე გუნდის გულშემატკივარი. ვარ იმ კალათბურთელის კომაგი, რომელიც კარგად ითამაშებს, რომელიც შორიდან ჩააგდებს ძალიან ლამაზ ბურთს, რომელიც კარგ კომბინაციას გაითამაშებს და რაც თავარია, კარგ პასს მისცემს, შედეგიან გადაცემას გააკეთებს. აი შედეგიანი საკალათბურთო ინტელექტს გამოაჩენს. შედეგიანი გადაცემა ეს არის, რომელიც აი ეს მე აღმაფროს. მოკლედ არა მარტო მე მგონი ასე უნდა იყოს კარგი გადაცემა, ისე მაგქმედების კოეფიციენტში ქულის ჩაგდება და კარგი გადაცემა თითო ქულა მე მგონი აი გადაცემაზე 2 უნდა იყოს. განახდა შეხვედრა გიორგი ოსკესაიდისმა ტაიმაუტი აიღო აქ რეიმონდის სროლით ანაახლა აკადემიამ, მაგრამ ვერ ჩააგდო რეიმონდმა ლონდარიძემ დაამატა სამანგიეროდ ლონდარიძე რომელიც ამ ბოლო ხანებში გამოცოცხლდა. ამ ბოლო ხანებში საერთოდ ვამბობ აი წინა ჩემპიონატში ლონდარიძე იყო გმირი ლონდარიძე იყო ერთ-ერთი საუკეთესო რომელიც საშუალოდ 15 მოხსნას აგროვებდა. აქ არავინ ის თესეულის შემადგენლობაში, ესეც აღნიშნოთ, წინა წელს აკადემიის შემადგენლობაში გამოდიოდა ელია ლონდარიძე და არც თუ ისე ნუ იმ სეზონს ვერ შეედრება, რომელზეც თქვენ საუბრობთ. კი, შემადგენლობაში რომელზეც თქვენ საუბრობთ. მაგრამ ეხლა ცოტა ნაკლები დრო ეთმობა და ამიტომ უკვე აღარ აქვს იმის საშუალება იმდენად რომ დაამტკიცოს თავისი მეობა. აი აქ ვერ ესროლა, კარგად აქედან ყოველთვის აგდებს ხოლმე, მაგრამ ისე აქტიურია რომ ბურთი მაინც დარჩათ. მაგრამ ამ ბოლო დროს ბატონჯანე ძალიან აქტიურად თამაშობს ელია ლონდარიძე, უფრო ასე ვთქვათ, დაკვირვებულია, უფრო მეტ ბურთს ხსნის და უფრო ბოლო თამაშები გაქვს. კი, რა თქმა უნდა, ბოლო თამაშები მაქვს ხედულობაში და უფრო მეტ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს, რასაც გიორგი ოსკესაიძის ძალიან აფასებს ჩვენ ვაკვირდებით კეცელიძის კარგი ხანია რაც აქ არის უკვე და უკვე ჩანს რომ იგი აფასებს მარგი ქმედების კოეფიციენტს და უფასებს კიდევაც ყველა კალათბურთელს კარგ თამაშს ასე ვთქვათ და უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს. კიენ კარტერი რომელმაც მე მგონი გარბენი გააკეთა, მაგრამ აი ლონდარიძემ ახლა დაცვაში ითამაშა გენიალურად. ახლა ბეკა ჩიგვილაძე იძულებული იყო გადაეგდო ბურთი, ეს არ იყო სროლა, მაგრამ რას იზამ? ხდება ამის წინ შემოვიდა თუ არა სამკულიანი შემოგთავაზა. წინვალე დაფარება გაიტანეთ ბურთი სამსამიანიდან ელემენტარულად რა გაუკეთა ეხა ოლუიჩმა ბოკოლიშვილს ისე არც უნდა გავიგვირდეს ოლუიჩი და ბოკოლიშვილი სიმაღლეში ერთმანეთს რო დავატოვო კი მაგრამ ოლუიჩი ყველას აფარებს თუ ყველას და ახლა არც ბოკოლიშვილის დაფარება არ გაუჭირდებოდა ისე ყოშა ბოკოლიშვილი რო გაბედა და აი ნახოთ სერჟი ბაკის მანერით ასე თქვა დააფარა ოლუიჩმა მახსოვს ერთ შეხვედრაში 10 მოხსნა 11 მოხსნა 10 ბლოკშოტი და 15 ქულა ჰქონდა მილან ოლუიჩს ამალგი დუბლი წკინვალე შედეგია და ამეთახვენა ძალიან რთული გასაკეთებელი წკინვალე კი არა მე მგონი საოცარი შედეგია ვერც ერთი ქვეყანა და ვერც ერთი ჩემპიონატი ვერ დაიდრაბახებს ასეთი შედეგი NBA-ს უარჩაფლეთ რა თქმა უნდა არა ისე NBA-შიც 11 ეს ბეთა ჩიგვილაძე რომელიც ამართლებს ჩვენ წინა სიტყვაობას იმის შესახებ რომ ჩიგვილაძე ყოველთვის დაიბადა თუ არა ღმერთმა დაანათლა ბომბარდირობა და ყველა ასაკობრივი თუ სხვადასხვა ნაკრები გუნდის შემადგენლობაში გამოსვლისას ყოველთვის გამოირჩევა შედეგიანობით და ეხლა 2 სამქულიანი ჩააგდო ამონახოთ რამდენი ქულა 6 ქულა ხო ჩიგვილაძის ანგარიზე 2 3-იანი 1-2-იანი ვერ ჩააგდო და ეხლა თვითონ შევა ცოტა ცუდი გადაცემა მაგრამ კარტერმა იბრძოლა ბურთისთვის უნდა იჩქაროს ცოტა კიენ კარტერმა კარგად ითამაშა ვერ ჩააგდო პასი უნდა გაეკეთებინ ეხლა სწორი იყო მილან ოლუიჩი იმიტომ რომ მარტო დარჩა სრულიად კარტერზე ამოვიდა ლონდარიძე მაგრამ კარტერმა სროლა გადაწყვიტა და ვერ ჩააგდო და ოლუიჩ მაინც მივიდა ბურთი ხელებში მასზე დაჯარიმდა თუ არ ვცდები ილია ლონდარიძე კი მეორე პერსონალური იყო ეს ილია ლონდარიძისთვის მე რა ბოკოლიშვილი დაისვენებს და მიხელ ჩიტაშვილი შემოვა მის მაგივრად მიხელ ჩიტაშვილი რომელიც ბატონჯანო გვახსოვს პირველი მეოთხედის ბოლოსკენ აპირებდა გიორგი ოსკესაიძის მის თამაში ჩართვას მაგრამ მე კიდე 5 წუთი მოუწია და იმისა რომ შემოძოლება კარიმ აბდულჯაბარის სტილში ჩააგდო მილან ოლუიჩმა ჩვენ კარიმ აბდულჯაბარს ვამბობდა ისე იაკ ლიფსო იყო ყოფილი საკავშირო ჩემპიონატის მონაწილე ბალტიისპირელი იაკ ლიფსოს ყორცნა ეწოდება ამას. კი, უკვე ლიფსოს კი, ნამდვილად, მაგრამ კარიმ აბდულჯაბარი უფრო ელეგანტურად მე მგონი. თქმა უნდა ახლა. მე ვამბობ კომუნისტების დროს ჩვენ კარიმის სცენების უფლება არ ქონდა. ეხლა მარტო ვაყურებს რომ გვაქვს და ვახსენოთ და აქ ბენჟამინ კიდევ ერთი კალათბურთელი რომელიც ჩვენ წინასწარ
კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო BJ რეიმონდმა და ბატონჯემ ნახოთ ეხლა სამკალად ბურთს 8 ქულა აქვს შის აკადემიის შემადგენლობაში არჩიბექს რეიმონდს და პრივეტს და 2 ქულა აქვს კიდევ ერთ სამკალად ბურთს ვონს ბოკოლიშვილს და ლონდარიძეს საინტერესო დაიწყო არა 3-2-იანი 3-2-იანი კი ოლუიჩი კარტერი კიდევ ერთხელ დატოვეს მარტო და ჩააგდებს კარტერი ესეთ ბურთს ჯერჯერობით ილია ლონდარიძე მოდი თქვათ პირდაპირ და ვერ უმკლავდება ხლა კიან კარტერს ამისი კარგად ეთამაშა მაგრამ რიგ ეპიზოდებში იყო ერთი გამონაკლისი და ნუ ეხლა მოდი ნუ ვიტყვით რომ ლონდარიძე ვერ დაუდგო თქვათ რომ კარტერი თამაშობს ძალიან მაგრად ვონი წინვალე პასი ჩიტაშვილის და აი ლონდარიძე რასაც მე ვამბობდი შეტევაში მოხსნა ბურთი ეხლა ლონდარიძემ და მეორე ფაზა შეტევის მოუწოდა გიორგი სკეცელიდისმა ჩიტაშვილს ცოტა დრო გაიყვანოს აქ ჩიტაშვილი ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს კარგად შევიდა პასიც გააკეთა ლონდარიძემ კარგად ითამაშა მაგრამ ბურთი ვერ ჩააგდო ყველაფერი სწორად გააკეთა კი ყველაფერი ჩიტაშვილი რომელიც გამოირჩევა ეხლა იმითი არა რომ ჯარიმა მიიღო გამოირჩევა იმ სათვალეებით რომლითაც მოედანზეა ის ველობრბოლელს მოცურავეს ველომბოლს მოტოციკლეთის ბეორსპორტის სახელოს გვახსენებს და საკალათბურთო მეცნიერსაც ძალიან ჩიტაშვილი ძალიან სწრაფი ძალიან ისეთი თავდაბალი წესიერი ისეთი კომუნიკაბელობაში შესანიშნავი და საყვარელი პიროვნებაა ჩიტაშვილი ბატონო ბოდიში გაწყვეტინებ და განმეორებით თუ შეიძლება რომ ეხა ეს მომენტი ვნახოთ და მაინტერესებს ან ოლუიჩმა რაქნა ან რატომ არ დაფიქსირდა ამ შემთხვევაში ჯარიმა იმიტომ რომ ისეთი ეპიზოდი იყო რომ რაღაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ჩემ პირადად ჩემთვის ამასობა ჩიკულაძემ ჩაჭრა ბურთი შეტევა და თუ ეკნება საშუალება რეჟისორს რა თქმა უნდა გაიგო განმეორებით რომ ვნახოთ ეს ეპიზოდი ჩვენი და თუ ეკნება ქონია აი მადლობა დიდი მადლობა სუფთად არ ხელებში ვერ დაიჭირა ბურთი ოლუიჩმა არაფერი არ ყოფილა ყოჩახს აჯებს ნამდვილად კარგად განსაჯეს ეპიზოდი ბურთი დაბლა გაქვს სხვა შორის დაცვას გაქვს კონტაქტის ხელთან კონტაქტის საშუალება ბურთიან ხელში რომ ჩაარტყა ჯარიმა არ არის ბურთიან ხელში მოდ დაბლა როცა არ არის აწეული ნუ ეს არის ერთ-ერთი წესი მსაჯობის 2:23 წამი ტაიმის დამთავრებამდე 30-27 ძალიან კარგად დაიწყო თამაში შესსმ და მე ცოტა წაიბორძიკა ბრძოლა ჩიკულაძეს მე მგონი ცოტა ზედმეტი მოსდის იმიტომ რომ ხა 2-3 ქულიანი ესროლა ზედიზედ ერთ შეტევაში და ორივე აცილა და მე მგონი ცოტა თანაგუნდელებდეს უნდა ითამაშოს აქ დეონტაბონმა თუ არ ვცდები შეცვლა მოითხოვა კი და მე რა ბოკოლიშვილი შემოვა დისმაგივრად დერიგოთა სკამზე დასვეს ბეკა ჩიკულაძე ხო ხა ბატონჯან მოდი პირდაპირ ვიტყვი რა ძალიან მომწონს ხოლმე ბეკა ჩიკულაძის თამაში და მე ზოგადად ესეთი კალათბურთელები ძალიან მომწონს როდესაც თავის თავზე იღებენ ხოლმე თამაშს მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ხანდახან ზედმეტი მოსდის ხოლმე იმიტომ რომ ნუ ხა როცა არ მიგდის რაც არ უნდა კარგად ისროდე პასი უნდა გააკეთო მე მგონი დამეთანხმებით და მწვრთნელსაც არ მოეწონება ეხა ეს ბუნებრივია თამაში როცა არ მიგდეს და როცა ესვრი გაუთავებლად დაგსვამ სათადარიგოთა სკამზე როგორც მე მგონი ამ შემთხვევაში მოხდა ამიტომ ისე ამაზე მეტყველებს სტატისტიკა როცა თამაში დამთავრდება მე ნახავ ეხლა თუ მაგალითად სამქულიანი აქვს 50% ჩაგდებული რამდენი გინდა ესროლოს უნდა ესროლოს თუ აგდებს 2-დან 1 და მიერ ხოლო ორქულიანი თუ აქვს 50%-ზე ნაკლები ეს არის უკვე დიდი მინუსი ძალიან დიდი მინუსია ორქულიანი და სამქულიანი 40%-ით მისაღებია სამქულიანი რომ მაგალითად ჩააგდოს 40% ეს ნიშნავს აი 5-დან 2 სამქულიანი რომ ჩააგდოს ეს ურიგო ცუდი შედეგი არ არის კარგი არ არის მაგრამ ცუდი არ არის რაც შეეხება ორქულიანს აქ რა თქმა უნდა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა 40-ზე ხოჩა ძალიან კარგი შეხვედრა ბატონჯანი თუ დავაკვირდებით არ საინტერესო კი ძალიან დაძაბული საინტერესო ტემპიც არ არის დაბალი და ორივე გუნდი გამოიყურება კარგად ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო ბენჟამინ რეიმონდის მაგრამ დაცვაში მიუხვდნენ დინამოს კალათბურთელები ლამარ კარიმი კარგი პასი კლაიმენი სამქულიანი ვერ ჩააგდო ულუიჩვაც ვერ მოხსნა ბურთი მიხეილ ჩიტაშვილი წინვალედ ითამაშა რეიმონდი და ედვანი ჩავარდა მაინც ბურთი 34-29 და 35 გოლის ჩაგდების საშუალება აქვს ეხა ბენჟამინ რეიმონდს არა და კაიმეს რო ჩაეგდო გაათანაბრებდა ანგარის მაგრამ პირიქით მოხდა ყველაფერი 5 გულით წინ და არავინ არ უშლიდა ხელს კაიმეს მას ჩაგდებული აქვს ისეთი ბურთი როდესაც ეწინააღმდეგებიან აი ნახოთ ეხლა ეს კონტშეტევის ძალიან რთული ბურთი ჩააგდო
ბატონ ჯანმეთ, ყურადღება მინდა მაყურებლებს და თქვენი გავმახვილო იმაზე, რომ პირველი ჯარიმა აიღო დინამომ მეორე მეოთხედში. არა და ბოლო წუთია. არა და ბოლო წუთია. ეს მე მგონი რეკორდია. ნუ გინეს წიგნში ვერ შევიდოთ, მაგრამ სტატისტიკაში გამოსარჩევია. ერთი ჯარიმა. ერთი მეოთხედში ნუ გინეს წიგნში ვერ შევიდოთ ფიზიკურად, იმიტომ რომ მახსოვს NBA-ში თამაშები, როდესაც გუნდებს მთლიანი 2.5 არ ქონიათ ჯარიმები. ნუ მაგრამ დონესას თუ შევადარებთ, არ უნდა გავუკვირდეს. წინვალედი თამაშა ირაკლი კეიდია მოძრაობაში აქ. 2-13 ნომერი ერთმანეთს შეეწინამდგა და კეიდიას შესანიშნავი მოძრაობა და არა მარტო მოძრაობა, ხორცნა, ყველაფერი. ისე როგორც ამას მოითხოვდა ელემენტარულად საკალათბურთო. წუთშესვენება აიღო გიორგიოს კეცელიდისმა 34-31 არის ანგარიში, 3 ქულით წინ არის დინამო, შესაძლოა აკადემია რა თქმა უნდა. დინამო, რომელსაც 4 დღეში კიდე ერთი თამაში. არა, იმიტომ რომ არ არის წუთშესვენება უბრალოდ და 4 დღეში კიდევ ერთი თამაში აქვს დინამოს ელემენტარული მიზეზის გამო. გვახსოვს ეს რაღაც საოცარი ფაქტი, როდესაც მე ეს გავიგე, თან გაკვირვებული დავრჩი და თან არ მესიამოვნა. კი, არ მესიამოვნა, პირდაპირ ვიტყვი, მოდი ვთქვათ რა, ეხლა არ არის ძალიან კარგი ფაქტი დამეთანხმებით და ესეთი საამაყო, რადგან გვახსოვს ყველა სოხუმთან მატჩი 76-75 დასრულდა შეხვედრა, მაგრამ როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, ერთი ქულა დინამოს დააკლეს, თუ არ ვთქვი, კლაიმენის დააკლეს ვერ ვიტყვი, დაავიწყდათ. შეეშალათ, და ბოლოს ნახეს რომ დაკლება გამოდის საბოლოო ჯამში. და ამ დროს სოხუმი დაიჩაგრა. ბატონო, თქვენ მინდა გკითხოთ, უკეთესად იცით ჩემზე. აი, ერთი ქულა იყო ხო სხვაობა და სიტყვაზე ეს ერთი ქულა დაგვემატებინა ოვერტაიმი იქნებოდა. რატო არ შეიძლებოდა სიტყვაზე რომ ოვერტაიმი ეთამაშათ გუნდებს და არა მთლიანი მატჩი გადაამუშავებინათ? ეს მოხდა მატჩის შემდეგ. არა, კი, მაგრამ აი სიტყვაზე რომ ათამაშეთ. ნახეს მატჩის შემდეგ. კი, გასაგებია მივხვდი რასაც იცახეთ თქვენ, მაგრამ ოვერტაიმი ათამაშა. პირდაპირ ოვერტაიმი რო დებულებაში არის, ეს დებულებაში არის და ყველაფერი რა თქმა უნდა კეთდება ისე როგორც დებულება. ანუ არ შეიძლება, ხო, მთლიანი მატჩი უნდა გაათამაშოს. გასაგებია და საჯებმა ის ვინც იყვნენ მაშინ სამსაჯო მაგიდასთან, რა თქმა უნდა მიიღეს საყვედური და ასევე რაღაც სანქციებიც უნდა მიიღონ, მე მგონი. ხო იყო ამის შესახებ საუბარი. მოკლედ ბოლო წამები და ჯარიმა. ბურთი არ ეთვლება, ბურთი არ ეთვლება. სამი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია მოვიდა. ესეც სასყალო ფაქტია. ჩვენ უკვე 5 ყავს. 5 ბერიშვილები დაუყოვნოთ ამ სამეულს და კიდე მე-6-ე გზაშია. სხვადასხვა როგორც ვიცი, სულ მალე კიდევ ერთი კალათბურთელი წარსგება საერთაშორისო სამსაჯო ასპარეზზე. 34-31 ტაიმის ბოლოს, როცა ჩვენ ვთქვით, რომ სულ მთელი 9 წუთის განმავლობაში ერთი ჯარიმა ქონდა. ეხლა ეს ტაქტიკური ჯარიმებია. რა თქმა უნდა, რადგან გუნდური არ არის ლიმიტი ამოწურული და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მისე კიდე ერთი ჯარიმის აღების უფლება აქვს. უფლება დინამოს საიღებენ, მაგრამ მაინც ლოგიკურად ვერ უნდა მოახერხოს. ვერ უნდა მოახერხოს აკადემია ბურთის ჩაგდება ეხლა. დეონტავონი, მაგრამ ძალიან ცუდად ითამაშა დინამომ დაცვაში. ესე დაცვაში თამაში არ შეიძლება. რა თქმა უნდა, კლაიმენი კი ნაღამ ჩააგდო. რა თქმა უნდა, აჯობებდა რომ ჯარიმა აეღოთ. კიდევ ერთი ჯარიმა ერთიანი, ნუ ვერ მოასწრეს. ხოჩახ შესაძლოა დამთავრდა პირველი ტაიმი 36-31, 5 ქულას იგებენ. შესაძლოა კლუბის წევრები, ჩვენ დავიცვენოთ, შევიცვენოთ კალათბურთელებთან ერთად 12-13 წუთი დაახლოებით. მე განვაგრძობ პირდაპირ რეპორტაჟი აფხაზეთის ხმის სატელევიზიო არქის საშუალებით.